20 დღეში 32 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც მკვლელი რუსეთის მკვლელმა ჯარისკაცებმა სოხუმის და მთლიანად აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინეს. მარტო ამ დღეს ჟიული შარტავასთან ერთად მკვლელებმა 48 გმირი ქართველი დახვრიტეს. დახვრიტულთა შორის სოხუმის მერი გურამ გაბესკირია იყო. გაბესკირიას ბოლო სიტყვები ასეთი იყო: არასოდეს სანამ ცოცხალი ვარ. ოკუპანტების და მკვლელების მოთხოვნაზე დაიჩოქე პატიება გთხოვე და შეაგინე ქართველებს. ამ დღეს ივანიშვილის დაჯგუფების წევრები დაღურემილი სახეებით და ვენოკებით მილიონ გმირთა მოედანზე და პატევის მიგების მასკარად ჩაატარებენ. კომენტარისას კი რა თქმა უნდა დიდი ალბათობით ისევ საქართველოს დაადანაშაულებენ ომის დაწყებაში არ მხოლოდ 2008-ში, 1993-შიც. მოსკოვისთვის მხოლოდ მძინარე ცხინვალის დაბომის გრუზინული აღიარება არ არის საკმარისი. ლავროვის ახალი რეალიები გასამყარებელია. ივანიშვილის სპეცოპერაცია ბოდიში ბოლომდეა მისაყვანი. ჯალათია წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნა საკმარისი არ არის. მეტი შეგიძლია გრუზინო. 27 სექტემბრისთვის ივანიშვილის მიერ ჰაბიტუს მოწონებული რუსეთის ჩემპიონი გაეროს ტრიბუნაზე სიტყვით უკვე გამოსული იქნება. იმ დღეს ალბათ ქართულენოვანი რუსული პროპაგანდა დიდ ზეიმად გამოაცხადებს. არასებულ ლეგიტიმაციას ლეგიტიმურობად შემოგვასაღებს. აქაოდო მსოფლიო ტრიბუნაზე დგასო. ეგრე კადაფის იდგა მაგ ტრიბუნაზე და მსოფლიო სხვა ავტორიტარულ დიქტატორულ რეჟიმების წარმომადგენლები. ეს დიქტატორიც არ არის. მხოლოდ ორბელენის სასახლის ბინადარია, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხება. ინგლისურიც არ ცოდნია. თარჯიმას აყოლებენ. ნეტა მხოლოდ თარჯიმანი იყოს მთავარი პრობლემა. არადა დრო იყო ივანიშვილის პრემიერა და პრეზიდენტმა ლამის ერთმანეთი დახოცეს, ვინ წავიდო და გაეროში. ახლა კი პრემიერად წოდებულმა დიდ სულუნად დაუთმო პაესტკა. ის კი არა ტრამპისთვის გაგზავნილ წელზეც კი მოაწერინეს ხელი. იქნებ კეთროვანი კობახიძის მერე ამას მაინც გამოეხმაროს ვინმე და სადმე დერეფანში ხელი ჩამოართვასო. ჩემთვის პირადად სულ ერთია ვინ იქნება ივანიშვილის დაჯგუფების წარმომადგენელი მწვანე ტრიბუნაზე. მთავარი ახლა ის არის სხვისი დაწერილ რა ტექსტს წაიკითხავს ბორძიკით, მაგრამ მაინც აი ის რუსული საქმის გამოკეთებლებს დედას რომ აგინებს. ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის შარშან 25 სექტემბერს ამ ტრიბუნაზე ივანიშვილის კობახიძე იდგა. ბოდიშის მუხტიდან 9 დღე იყო გასული, მაგრამ კობახიძემ დავალება ვერ შეასრულა. დიდი ალბათობით ამ დავალებას ახლა რუსეთის ჩემპიონი შეასრულებს. თუმცა მანამდე 2013 წლის 25 სექტემბერი გავიხსენოთ. მესამე პრეზიდენტის სიტყვა, რომელიც მაშინდაც აქტუალური იყო და სოფლიო ტურბულენტობის დღევანდელი გათვალისწინებით დღეს უფრო აქტუალური არის. As I speak, the Eastern European countries as part ახლა როცა მე აქ თქვენ წინაშე ვსაუბრობ, აღმოსავლეთ ევროპის ის ქვეყნები, რომლებიც ესწრაფვიან გახდნენ ევროპული ოჯახის, თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოების თანამეგობრობის წევრები განიცდიან მუდმივ ზეწოლას და მუქარას. სომხეთი კუთხეში მოიმწყვდეს და აიძულეს საბაჟო კავშირში გაწევრიანება, რაც არ შედის არც მის და არც ჩვენი რეგიონის ინტერესებში. მოლდოვას ბლოკადა გამოუცხადეს, უკრაინას თავს ესხმიან, აზერბაიჯანი განსაკუთრებული ზეწოლის პირისპირ არის დარჩენილი. საქართველო კი ოკუპირებულია. ცუდად ხდება, როდესაც კგბ-ს ოფიცერი ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს უკითხავს ლექციას თავისუფლებაზე, ღირებულებებსა და დემოკრატიაზე. ამის გაკეთება სწორედაც რომ არ შეუძლია მას, როგორც უკანასკნელი იმპერიის დიქტატორ ლიდერს. უცნაურია, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში კიევში, თბილისსა თუ კიშინოვში ჩვენ მოსკოვში დაწერილი ერთი და იგივე მახინჯი ჰანგები გვესმის. გვესმის რომ თითქოს ჩვენი ტრადიციები იმსხვრევა დასავლეთის გავლენის გამო, რომ ეკლესიები გადაიქცევა დისნეილენდებად და რომ ქრისტიანულ დღესასწაულებს გეი პარადებით ჩაანაცვლებენ და რომ ჩვენი მართლმადიდებლური იდენტობა საფრთხეში. და ბოლოს, ვითომც არაფერი გვესმის რომ ჩვენს ყოფილ ბატონებთან გვაერთიანებს საერთო პატივისცემა, წესიერებისა და ტრადიციების მიმართ. ნუ თუ მართლა ასეთი გულუბრყულონი ვართ, რომ დავიჯეროთ ეს ტყუილები, როგორც წინა თაობები იჯერებდნენ და საშუალება მივცეთ მოსკოვს გაიტაცოს ჩვენი სუვერენიტეტი. ვიცი ბევრმა ახლა მიშისტობა დამაბრალა, მაგრამ ეს არ არის საინტერესო. საინტერესო და სამწუხარო ის არის, რომ 2013-ში ამ სიტყვების არათუ მოსასმენად გასაზრებლად სოფლიო პოლიტიკური ელიტა და განსაკუთრებით რუსული გარსით გაგუდული ევროპა მზად არ აღმოჩნდა. დაბრუნდეთ აწმყოში ივანიშვილის რეალობაში და დავსვათ მარტივი კითხვა. რა შეიძლება ამოიკითხოს რუსეთის ჩემპიონმა დაწერილი ტექსტიდან? შიდა მოხმარების პროპაგანდა, მშვიდობა, რეგიონში ეკონომიკური
ლიდერობა, კეთილდღეობა და ასე შემდეგ ბოდვა, როგორ მაგრები არიან. მე პირადად კი არ გამოვიცხო, რომ ვითომ ხალხის ძალის წარმომადგენელს ის ათქმევენ, რაც შარშან ყობახიძემ ვერ თქვა. ივანიშვილის სპეცოპერაცია ბოდიშს რუსული კულმინაცია სჭირდება. აბა ტყუილად ხომ არ იწველა წულუკიანის ღალატის კომისიამ და ტყუილად ხო არ ლაპარაკობს მოსკოვი, რომ მზად არის გრუზიასთან დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს. მაშასე რა შეიძლება ეწეროს ფურცელზე. თბილისი მზად არის ეგრეთ წოდებული თავდაუსხმელობის აქტის შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის, რასაც ჟენევაში მოლაპარაკებებზე რუსეთი წელებია დაჟინებით ითხოვს. შეთანხმების აღსრულების შემთხვევაში თბილისის თავად შექმნის პრეცედენტს კონფლიქტის მხარეება და საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად აღიაროს არა რუსეთი, არამედ სუხუმის და ცხინვალის რეჟიმები. თუ ასე მოხდა, ის არ გამეკვირდება, რომ იმავე ან მომდევნო დღეს ქართულთმოძულე ლავროვმა ივანიშვილის წარგზავნის თავზე ხელი გადაუსვას, მეტიც სადმე შემთხვევით ხელით ჩამოართვას, რამე გადაუჩუჩულოს და უთხრას: "Молодцы, ребята, так держать. Но знаете, новые реалии და გრუზია რუსეთ-ბელორუსის კავშირში მიიწვიოს." ოკუპირებული ცხინვალი და სოხუმი ამ კავშირში დამკვირვებლები არიან და ბარემ გრუზიაც იქ იყოს. ასე უფრო მშვიდად იქნება კრემლის ბინადარი. მისი ერთ-ერთი სულიერი მამის პრიმაკოვის ძველი გეგმაც სოხუმთან და ცხინვალთან ერთად წიფლისი კონფედერაციაში შეათრიოს აღსრულდება. ენგურის ხიდსაც გახსნის, ეგრენთის ბაზრობასაც აღადგენს და არ გამეკვირდება თუ ქართულენოვან რუსულ პროპაგანდას ამ მომენტისთვის უკვე მზად აქვს ხალხის დასაბორებელი ტექსტი. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ ივანიშვილის რუდუნებით დიდი ნაბიჯი გადაიდგაო. ვიცი, ბევრისთვის დაუჯერებელი ასეთი სცენარი, მაგრამ ის გარეშე თქვენ ისიც გეგონათ, რომ ივანიშვილის პირობებში დემოკრატია იქნებოდა. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული იქნებოდა. ადამიანის უფლებები დაცული, რომ საპრობილები სინდისის და პოლიპატიმრებით არ აივსებოდა, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იქნებოდა, რომ პროკურატურა და სუსი პოლიტიკური რეპრესიის მანქანა აღარ იქნებოდა. მაგრამ ამ თემებს ბოლოში მივუნდეთ. მანამდე კი ზემოთ ნახსენები წულუკიანი. ივანიშვილის გრუზიაში მედია რომ მართლა თავისუფალი იყოს გაპრიალებული რუსული შოუების, უგემოვნო ლაზღანდარობის და ძვირადღირებული სერიალებით გამოჭედილ მდიდარ მედიაში ოცნების ორთოდოქსი და პროპაგანდით ტვინ გამოროცხილი ამორჩეველ მაყურებელი გაიგება, რომ ხალხის კომისიის ეგრეთ წოდებული დასკვნა ოკუპირებული ცხინვალის რუსულმა რეჟიმმა მოიწონა. საქართველოს ოფიციალურად აღიარა პასუხისმგებლობა 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინამდეგ ომის დაწყებაზე. ყოჩახ ამხანაგო თია, თქვენ დავალება პირნათლად შეასრულეთ. მალაჩინა. ახლა პიქსისგან ოკუპანტთან სხვა კომპრომისების დრო დადგა. კომპრომისებზე კი არც მეტი არც საკლები ბევრისთვის ალბათ სასაცილო და ამასთან უცნობი სოლიდარობა მშვიდობისათვის საერთაშორისო მდივანი მამუკა ფიფია მოგვიწოდებს. ასწავლო-დასაბალისთვის მიცემულ ინტერვიუში ფიფია ღიად აცხადებს, დიდი კომპრომისების დროა. ყველა მხარე ამისთვის მზად უნდა იყოს და რომ კომპრომისის წასვლა საქართველოსაც მოუწევს. რა თქმა უნდა, საქართველოს დამოუკიდებლობას არასოდეს დათმობს, თუმცა აუცილებლად მოუწევს მკვეთრად განსაზღვროს თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი, რათა უახლოეს მეზობელთან საკუთარი უსაფრთხოება, ასევე ეკონომიკური წესა უზრუნველყოს. ფიფია ბევრი თქვენგანისთვის კი არის უცნობი, მაგრამ მას კარგად იცნობს ივანიშვილის პროკურორი, რუსეთის უშიშროების თანამშრომელი და შეერთებული შტატების მიერ საჯაროდ ხილებული ოთარ ფარცხალაძე. მას ასევე კარგად იცნობენ ოცნების რიგებში. ბევრს ახსოვს, მაგრამ შეგახსენებთ, მამუკა ფიფია 2023-ში ოცნების დეპუტატის ჩიგოგიძის სტუმარი იყო, მის კაბინეტში ფოტოს გადაიღო წარწერით ვეცნობის საქართველოს კონსტიტუციას. უფრო მეტიც, სხდომათა დარბაზში გადაღებული ფოტოს გამოაქვეყნა. მაშინ დინარაძე ამბობდა, რომ ფიფიას სხდომათა დარბაზში არ ყოფილა და საერთოდ ეს ვიზიტი მიზანმიმართული დაგეგმილი პროვოკაცია იყო, მაგრამ ვისი არ უთქვამს. მაგრამ მაინც რა გამოვიდა, რომ ოცნების დეპუტატი ფიფიას დაგეგმილ პროვოკაციაში მონაწილეობდა. ამბავი ჩაიფარცხა, ფიფია კი გავრილოვის მეგობარია. აი იმ გავრილოვის ყობახიძემ რომ ჩამოათრია და შემდეგ მისი სახელობის გავრილოვის, ანუ რუსი ბორენკას ღამე მოაწყო. ფიფია მარტო გავრილოვის კი არა, ევროპელი სოციალისტების დამფუძნებლად წოდებული ფრიდონ ინჯიას მეგობარიც არის. ინჯიაშვილი ილია არლეგიტიმური პარლამენტის წევრია, პაპუაშვილის მოადგილედ იწოდება და რაც მთავარია, ღალატის კომისიის წევრია. ფიფია არავინ არ არის, ის ყურის შეჩევის სპიკერია, მან ის უნდა ილაპარაკოს, რაც მერე გრუზინის ყურში დაილექება, რომ პროპაგანდას საქმე გაუადვილდეს. მისიან რუსეთის უახლოესი გეგმა კი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა და გეორგიევსკის ტრაქტატი 2-ის გაფორმებაა. ეს ახალი ამბავი არ არის.
გაყალბებული და მიტაცებული არჩევნების წინ ამის თქმულოდ ივანიშვილის სინდიკატმა PPS თელავი მისცა. მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას დიპლომატიური ურთიერთობების დროულად აღდგენის მიზნით დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთის მხარესთან, მიმართავთ ორი ქვეყნის ხელმძღვანელობას, დაიწყოს საფუძვლიანი მზადება კეთილმეზობლური ურთიერთობების აღსადგენად. PPA და მასთან ერთად ივანიშვილის გრუზინსკაია მეჩეთას გენერალური მდივანი მერი კალაძის დისკვანი ატა აბულაძე ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად აქტიურობენ. ის რომ კალაძისიძე უკრაინაში რუსეთის მხარეს შვილებთან ერთად იბრძვის, ახალი ამბავი არ არის. ის ამით ამაყობს კიდევაც. 27 მარტს მოსკოვში გამართულ კლუბ Народное единство პირველ შეკრებაზე PPA-მ ასე წარადგინა калаძის სიძე. Представить Абуладзе брата, современный отец солдата, его два сына участвуют в СВО с первого дня. Конференцიის სპიკერმა კი ლომგულოვიჩი ქართული ოცნების წევრად და სამხედრო ექსპერტად წარადგინა. Гости из Грузии, многоуважаемый Паата Ламгулович Абуладзе, военный эксперт, член партии «Грузинская мечта». რუსულ კონფერენციაზე რუსი PPS გამოსვლით არ დაგლით. მოკლედ რომ გითხრათ, რუსეთის გარეშე საქართველოს პრობლემებს ვერ მოაგვარებს და მისი უსაფრთხოების გარანტიები მხოლოდ რუსეთია. აი აბულაძე კი არ გაგიკვირდება თუ გეტყვით რომ როგორც მისი ცოლისმა რუსთავაზე შეკრებილებს агентებად მოიხსენიებს და 90-იან წლებს შეცდომად აცხადებს. Не то, что Руставели что ходят, это агентура, это враги. То, что мы допустили в 90-х годах ошибку, если это клуб исправит вот этого, наши преступные ошибки, которые сейчас наши дети, сейчас наши же, мы поколение ошибки, своими кровью исправляют, да? Чтобы не приходило еще в наши внуках исправлять наши ошибки. Это будет очень благородно и очень хорошо. 90-იან წლების მთავარ შეცდომად კალაძისიძე ალბათ პირველ რიგში დამოუკიდებლობის გამოცხადებას გულისხმობს. ეგ რომ არ გქრა ხომ იქნებოდით ახლა უფრო ღრმად რუსეთის ჭაობში. ისტორიის გადამწერ გრუზინსკაია მეჩეთას ამ მიმართულებით რჩევას მივცევ. გაურძელეთ წულუკიანის ღალატის კომისიის მუშაობა მანდატი და სადაც ვარდების რევოლუციას გადატრიალებად აცხადებს და აბაშიძის აჯერიდან გაქცევას ნაციონალური მოძრაობის დიქტატურად ასლანი გაიქცა აჭარა თავისუფალია. მადად ჩავიდეს და დამოუკიდებლობის გამოცხადება არალეგიტიმურად ცნოს. მიდით ქალბატონოთია, თქვენ ამას შეძლებთ. სოფლიოს ცივილიზებულ ერთა წინაშე გამოაცხადოს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენა. კალაძისიძე და PPA რომ ოკუპირებულ დონეცკში სამხედრო დამნაშავე პუშინის შეხვდნენ, ამაზე ბევრ დროს აღარ წაგართმევთ. მართალია კალაძე უარყოფს რომ მისი სიძე მისი პარტიის წევრია, მაგრამ ოჯახში უნდა თუ არა პუშილინ მას ოცნების წევრად მოიხსენიებს. დონეცკში აბულაძესთან ერთად ნიკოლოზ ჯავანაძე პრორუსული ტელეარხის სეზონ ტივის დამფუძნებელიც იმყოფებოდა. ახლა ქართული უშიშროება მართლა ქართულ საქმეს აკეთებდეს, მსგავს არსებობს თავისუფლად მოქმედების საშუალება არ უნდა ჰქონდეთ, მაგრამ სუსის ბოლო ანგარიში რუსეთის საფრთხეთაც კი არ არის მოხსენიებული. მოდულში დიდი ხანია მთავარი საქმე ბატონის უსაფრთხოებაა. სუსი რომ სუსობდეს, რუსულ სპუტნიკსაც უნდა ჰქონდეს საქმიანობა შეჩერებული, აი ისე როგორც ალიევმა გამოვლენა ჟურნალისტის საფარქვეში მომუშავე აგენტურა სპუტნიკის თანამშრომლები, მაგრამ ამათ ალიევში მხოლოდ ის მოსწონთ, რომ ის ალიევებდა რეგიონში ახალი ალიევობა სურთ. თორემ ალიევი რომ რუსეთს დაუდგა და არ დაემონა, ის კი არა. ივანიშვილის სეზონ ტივი და სხვა რუსული პროპაგანდისტული ქსელის მედია საშუალებები რომ დაეხურა, მერე ბატონი არნოს სტაჟიანი რუსი პროპაგანდისტი და საკიფორების მთავარი რედაქტორი სად გაახმაურებდა გეგმას, რომელსაც ივანიშვილი ასე ზედმიწევნით მიყვება. К сожалению, мы не имеем никакого партнера, к кому можем сегодня обратиться за помощью. Нет у нас дипломатических отношений с Российской Федерацией, но я думаю, что в трудный час нас Россия не оставит. ამხანაგი არნო მისი ადგილობრივი რუსი კოლეგები და რაც მთავარია მოსკოვის კანტორა კმაყოფილები არიან. გრუზიას რუსიას სახით პარტნიორი ჰყავს. თუ ასე გაგრძელდა, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენასაც რა დაუდგება წინ. პრევენციული ზომებიც მიიღეს. მედიის ნაწილი გაიგუდა, დარჩენილი გაგუდის რეჟიმშია. დაკავებულების რაოდენობაში კი ცოტა აცდენა 15-20 ეცოტავა ივანიშვილს. მაგრამ წინააღმდეგობის ფრონტი რომ არ ჩაცხრა, მაგრამ არ იდარდო გრუზინო. მალე ჩასწორებული, ჩაკონკრეტებული ახალი კანონი გექნება. აბა ხალხის ძალის ლიდერი უილოდ ხომარ ლაპარაკობდა. დღეს ტელევიზიაზე, რადიოზე შეიძლება გაცილებით მეტი გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე, სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ინფორმაციამ და არსებობს ინფორმაციის სხვა საშუალებებიც, ხო, ბეჭდვითი მედია, სოციქსელები დღეს მაინც ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა და
უბრალოდ კარგი იქნება დავიწყოთ მუშაობა ამ სფეროში რეგულირებაზე. მორიგი რუსული კანონის შემოღება ჩაზუსტებამდე სოციალები რომ კონტროლდება ჩემზე კარგად იცით. მიხედეთ რამდენი თქვენი ნაცნობი დააჯერიმეს უბრალო პოსტისთვის. ან რამდენმა დაკარგა სამსახური. ჯერ სათხართ, გამახსენდა ხოც ხომ არ ეხება ეს კანონი. პეპლის და ვარდისფერი სპილოს გამოჩენება პირწიგნაზე უფრო ადვილია. მე იმასაც შეეჩვევით რომ როგორც რუსეთში მეტ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადება. WhatsApp-ზე შეზღუდვები იქნება. ბოლოს ინტერნეტის ხარვეზებით იმუშავებს, სულ ბოლოს კი ერთიანი ეროვნული მესენჯერი შეიქმნება. რუსები დაგვეხმარებიან ქართული მაქსის შექმნაში, რომ ხალხზე მზრუნველმა ხელისუფლებამ მოდულიდან უკეთესად აკონტროლოს რას და სად წერთ. იმ ვებგვერდების ჩამონათვალის იქნება, რომლის გამოყენებაც დანაშაულად ჩაითვლება. თავიდან დაჯარიმდებით, ბოლოს კი კარზე კაკუნს გაიგებთ და კი იცით სად წაგიყვანენ. ასია ბიძიკო, ქართულობა და სახელმწიფო სიყვარული ძნელი, თორემ მონობა და რუსეთის დაკულზე ბუქნაობა სულ ადვილი იყო. ამასობაში ევროპას დაგვიხურავს კარს საბოლოოდ. არა უშავს რუსეთი დიდია. არ უნდა ამ ოლიგარქს დასავლური ცივილიზაცია და თანამედროვე საქართველო. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მეგობარმა ვაშინგტონიდან და ევროპის დედაქალაქებიდან ხელი ახლა ივანიშვილს კი არა, ჩვენზე ქართულ საზოგადოებაზე ჩაიქნიონ. თორემ ამაზე დიდი ხანია ჩაქნეული აქვთ. კარის ფილოსოფოსის მორიგი ბოდვითი წერილი, რომლის უკანაც მხოლოდ ივანიშვილი დგას, იმის უტყუარი ნიშანი, რომ დაპირებული დალაგება ტრამპთან ვერ შედგა. რამდენჯერ თქვი და ახლაც გავიმეორებ, არ ლაგდება დაულაგებელი. თან აქო ტრამპი, თან ბოდიში და ეტნო და იქვე დიპსტეიტად გამოაცხადა, ერთად არ არის. მაგრამ ასეთია რუსული დავალება და რა ქნას ფილოსოფოსმა. ზოგადად შემაშფოთებელი არის, რა თქმა უნდა, დიპსტეიტის გავლენები მსოფლიო მასშტაბით. თქვენ ხედავთ, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ამ ადამიანებმა ევროპული ბიუროკრატია. აი ნახოთ, ვაკვირდებით პროცესებს, ხო? ტრამპს აკვირდება არა დიპსტეიტს თუ ტრამპს. თვითონ აირჩევენ და მედავალაგო. მაგას კი არა ალიასკას შეხვედრას, პეკინის თავყრილობას და ასე შემდეგ აკვირდებიან, რომ იქნებ როგორმე რუსეთის ხურდაში მოყვნენ. პეტროვ კობახიძეს კი ივანიშვილმა ხელიც არ მოაწერინა ბოლო წელზე. ეს ამბავი რუსეთის ჩემპიონს ანდომ. ვაშინგტონთან დაალაგება რომ უნდოდეს ივანიშვილს ბოლო ბოდვის წელში, ამას მაიცად ჩაწერდა სხვა რუსულ ციბზნებზე და ურთიერთგამორიცხავ აბზაცებზე, რომ არაფერი ვთქვათ. ანუ სომხეთ-აზერბაიჯანის 30 წლიანი რუსული პრობლემის მოგვარება არაფერი ყოფილა. გასაგებია? так точно, понятно. ვიცი სიტყვა გამიგზავნა და დასასრულისკენ წავალ. ფინალი კი ასეთი იყოს. ოჯახის სიწმინდის, ქალის, დედის, ქართველობის, ქართული იდენტობის, კულტურის, ეკლესიის დამცველთაგან ორი მთავარი ბურჯის და საყრდენის ქადაგებანი. პირველი მერი კალაძე იყოს. პატივისცეთ ჩვენს ქვეყანას, პატივისცეთ ჩვენს კულტურას, ტრადიციებს და ერთმანეთს არ მივაყენოთ არც ფიზიკური, არც სიტყვიერი შეურაცხყოფა. და მეორე ვინმე შალვა პაპუაშვილი. რაც ნახეთ, მე მგონი ეს მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ყველაფერი გავიაზროთ. ჩვენ ეს ფაქტობრივად გუშინ ღამე ნაცი ორკების თავყრილობა, რომელიც გაიმართა ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის წინ, არის აი ზუსტად ის სახე, რაც ნაცობას როგორც იდეოლოგიას აქვს. ჩვენ ნახეთ, ნაცობის სახე რა არის. აი ეს ორკების პარადი გუშინ რაც იყო მოწყობილი იქ. ესა ივანიშვილის რეალი მის შემოღობილ გრუზიაში, რომლის მართველი სინდიკატი ახლა მხოლოდ ტყუილზე, აღებმიცემობაზე, ელიტარულ კორუფციაზე და რუსულ პროპაგანდაზე დგას. ქართული იდენტობა საფეხზე კიდია ამათ. მათი იარაღი ახლა მხოლოდ ტყუილია, თუმცა ამასაც მე რამდენად ვიმეორებ. უარეს იზამს. რეჟიმის არსი ასეთია. თუ არ შეცვალე, აუცილებლად გესვრის. რეპეტიციები გავლილი აქვს გავრილობის ღამიდან მოყოლებული რუსული კანონის და რუსული წესწყობილების საპროტესტო აქციების დარბევისას. ამიტომ სულ ბოლოს ტრადიციულად ან ჩვენ ან ის თუ ის მაშინ რკინის ფარდა და რუსეთის უკანალი. არ იქნება ივანიშვილი, იქნება საქართველო. დარჩება ის, არ იქნება საქართველო.